მათემატიკაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების კონკურსის მეორე ტური დაიწყო. მაშინ რეგიონის მასშტაბით პირველ ტურში მონაწილე საჯარო და კერძო სკოლებს შორის გამარჯვებული რა გუნდი მონაწილეობს. გუნდები მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული. კონკურსის მეორე ტური როგორც წერით, ისე ზეპირს შეჯიბრს ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ 3 რაუნდს მოიცავს. ეს არის გუნდებისა და გუნდების კაპიტნებს შორის შეჯიბრი ამოცანების ამოხსნაში და წყვილებს შორის მათემატიკურ თამაშობებში. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სამივე რაუნდში მიღებული ქულების ჯამური მაჩვენებლის მიხედვით გამოვლინდება. ისინი დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსი, რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს, კონკურსებისა და ოლიმპიადების ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება. მეორე ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხვალ გაიმართება. სასიამოვნოა, რომ 4 საჯარო ბავშვები თავიდანვე ჯგუფურ მუშაობას, ერთიან მუშაობას და კოლექტიურ მუშაობას და მსჯელობას ეჩვევიან. გადმოვიღეთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, წელს არის მინდა გითხრათ საცდელი ვარიანტი. მინდოდა ამ პროგრამით თუ ასე ვთქვათ გაგვესაზღვრა რაიონების, ქალაქის, ბათუმის დონე მეხუთე კლასიდან უკვე თუ რა დონეა მომზადების სხვადასხვა საგნებში. თუ რა პრობლემები გვაქვს, რაში გვაქვს წარმატებები და შესაბამისად სამომავლოდ რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. რეალობა მგვანახა მათემატიკაში, რომ ქალაქის სკოლებია ძირითადად ამოყრილი, გამარჯვებულები ისინი, რომელიც არა ტრადიციული აჭარისათვის, იმიტომ რომ ყოველთვის მაღალმთიანეთში ამ მხრივ იყვნენ უფრო შედეგით კარგად წარმოდგენილი ახალგაზრდები. ასე რომ ეგეც ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელია, სამოქმედო არის, თუ რა გავაკეთო და როგორ გავაკეთო.